მოგესალმებით, ჩემო ლამაზებო, ჩემო საყვარლებო, დღეს მოვედი თქვენთან საჯარო გაშლით, გავიგოთ თქვენი ენერგიები ურთიერთობაში, თუ რა ენერგიები მოქმედებს ახლა თქვენს ურთიერთობაში, რა ენერგიებში ხართ, შემდეგ გავიგოთ მისი ფიქრები, მისი ქმედებები თქვენს მიმართ, მისი ემოციები და საბოლოოდ რას მოიმოქმედებს, რა ნაბიჯებს გადადგას მასაზე. დავიწყოთ და გავაკეთოთ საჯარო გაშლა ურთიერთობაზე. თუ რა მდგომარეობაში ახლა თქვენი ურთიერთობა რა ენერგიებს ატარებს და გავიგოთ მისი ფიქრები, ემოციები, ქმედება. საკეფია. ანუ, იცით რა მინდა გითხრათ? ურთიერთობა ახლა არ არის აქტიური. ურთიერთობა არის შეჩერებული. ურთიერთობაში არის პაუზა და ურთიერთობაში თითოეული თქვენთაგანი უღრმავდებით საკუთარ თავს და ცდილობთ გაიგოთ თუ საით მიდის სწორი გზა. ურთიერთობაში არის დაბნეულობა, რაღაც ბნელი აზრები, შეიძლება იყოს ეჭვი და ვერ იგებდეთ რომელი გზა აირჩიოთ, თითქოს არჩევანის წინაშე ხართ ურთიერთობაში. შეიძლება ეს იყოს არჩევანი გსურდეთ, დაასრულოთ თუ არა ეს ურთიერთობა, შეიძლება იყოს რა ნაბიჯი გადადგათ, საით განავითაროთ ეს ურთიერთობა, რომელი გზა აირჩიოთ. ანუ ურთიერთობა არის ამჟამად დაპაუზებული, ურთიერთობაში არის გაურკვევლობა, ურთიერთობაში არის ბევრი ფიქრი, შიში და არჩევანი თუ რომელი გზა აირჩიოთ. თუ ახლა თქვენი ურთიერთობა არის ამ ენერგიებში, მაშინ ეს გაშლა თქვენია, მოусმინეთ, დარჩით და გავიგოთ ახლა მისი ფიქრები, მისი ქმედება, მისი ემოცია და საბოლოოდ რას მოიმოქმედებს, რა ნაბიჯს გადადგავს ურთიერთობაში. მაშინ ასე დავიწყოთ მისი ფიქრები. მისი ფიქრები თუ თითქოს სურს რაღაც სიმართლის გაგება, სიცხადე დაინახოს ამ გაუგებრობიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით ახლა ამ პაუზაში გაჩერებულ ურთიერთობაში, სურს რომ სიცხადე ამოიტანოს ზედაპირზე, მოხდეს თქვენ შორის სამართლიანი საუბარი, სადაც სიმართლე გაირკვევა და გაიგებთ სიმართლეს. მისი ფიქრები ახლა არის მიმართული სამართლიანობისკენ, სურს სიმართლის გარკვევა ურთიერთობაში და სიცხადის ამოტანა ზედაპირზე. მისი ქმედება ურთიერთობაში ახლა ამ ეტაპზე თითქოს არის რომ უფრო ეს მდგომარეობა მიაჩნია ტვირთად და
ურთიერთობაში არ იჩენს ემოციებს, უფრო ფიქრობს, რომ დაიღალა ამ მდგომარეობით და სურს ყველაფრის გარკვევა, რადგან ეს თვირთი მოიხსნას და განთავისუფლდეს. მისი ქმედება ამჟამად არ არის აქტიური, ის უფრო დაღლილია ამ მდგომარეობით, რაც ახლა ურთიერთობაში ხდება და სურს, როგორც ფიქრებიდან გამომდინარე არის, სიცხადის, სიმართლის გაგება, ყველაფრის გარკვევა. ემოციები თქვენს მიმართ აქვს ძალიან დიდი ემოციები, არის ემოციებით სავსე, სრულიად ბედნიერად და კმაყოფილად გრძნობთ თქვენთან ემოციებით, მაგრამ ამას არ აქვს განვითარება, მხოლოდ ეს თავისი გრძნობა და შეგრძნება აქვს, მაგრამ ზის და ელოდება არ დგავს ნაბიჯებს, რომ ეს ემოციები მოიყვანოს სიცხადეში და თქვენთან მოიპოვოს სრული ბედნიერება და კმაყოფილება. უბრალოდ ახლა კმაყოფილია იმ შეგრძნებებით და იმ ემოციებით, რაც არის ახლა მოცემული, არ არის მოქმედება, არ არის არაფერი, კმაყოფილდება იმ მდგომარეობით და იმ ემოციებით, რაც ახლა აქვს და საბოლოოდ სად მიხავს ახლა რაც შეეხება საით მიხავს ერთს ურთიერთობა, რას იზავს და როგორ განავითარებს ამ ურთიერთობას. იცით, თითქოს არ ჩქარობს, არის გაჩერებული და იყურება დაკვირვების პროცესშია, რომ თუ გადადგავს მაგალითად ამ ნაბიჯს, რა იქნება მისთვის. მინდა გითხრათ, რომ აქაც თავის თავზე ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი მოუტანს თუ არა მას კმაყოფილებას. მოდით, ახლა მე მინდა კიდევ ერთი არკანით დავაზუსტო, რომ საით მიხავს საბოლოოდ, რა იქნება მისი გადაწყვეტილება. ათასების დედოფალი. აშკარა, რომ თქვენ მას აძლევთ ემოციურ სიუხვეს, ხედავს თქვენში ქალს მიმზიდველს, ქალს, რომელსაც შეუძლია გასცეს ემოციები, დიდი სიყვარული და რას საბოლოოდ მაქი ის გაანალიზებს თავის შესაძლებლობებს, თავის მოქმედებებს და დაიწყებს სისრულეში მოყვანას, გადმოდგავს ნაბიჯებს და დაიწყებს ურთიერთობაზე სერიოზულად ფიქრს. ასევე ჩემო საყვარლებო, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, დალაგებულ ურთიერთობას და მინდა რომ იყოთ ყველანი ბედნიერები, ჯანმრთელები და წარმატებულები. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.